ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში. დღის განმავლობაში ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში მომხდარ საინტერესო სიახლეებს გაგაცნობ. ეთერშია პროგრამა ინფორმატორისა და ლაილაის მეოთხე ყველაზე გრძელი გამოშვება. როგორც იცით, სტუდია მაესტრომ ახალი მუსიკალური პროექტის, ნატროს განხორციელება დაიწყო. ამ პროექტში მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო კონკურსი რამდენიმე ეტაპად დაიყო. ამჯერად ცოცხალი აკომპანიმენტის თანხლებით შემსრულებელთა ჩაწერები მიმდინარეობს. სულ მალე ყველას ექნება საშუალება ტელეეკრანებიდან იხილოს კონკურსანტები და თავად შეაფასოს მათი მონაცემები. მადლობ ჩაწერილია. ვერიკო ტურაშვილი იურმალას ფესტივალისათვის ემზადება. ფესტივალს ნოვა ვალნა ეწოდება და იგი ყოველწლიურად იმართება. ამჯერად ვერიკო სანო რეკორდში სიმღერებს წერს. იმ შემთხვევაში თუ იგი ნახევარფინალში გავა, ერთი ქართული და ერთი უცხოურენოვანი სიმღერა უნდა შეასრულოს. ასე რომ შესაძლებელია მომღერალმა გოლას აზიის პირველ პრემიას იურმალას პრემიას. იყო გაგზავნით შარშან, როგორც შარშან ისე წელს გავაგზავნეთ ჩემი სიმღერები და მოვიდა იქიდან მოწვევა. წერ ესე იგი ბოლო სიმღერას, ანუ ნახევარფინალში თუ გავედი ვიმღერებ ერთ ქართულ სიმღერას და ერთ მსოფლიო შლაგერს, რომელსაც ახლა ვწერ სტუდიაში. All that I have is all that you give me. Didn't worry that I come to depend on you. რა თქმა უნდა, რაღაც შიში მაქვს, იმიტომ რომ ეს უბრალო კონკურსი არ არის, მაგრამ რაღაც ძალიან მოწადინებული ვარ, იმიტომ რომ რაღაც შარშან არ გამოვიდა, არ მოხერხდა ჩემი წასვლა, ისევ და ისევ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე და წელს ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ წავიდე და მივიღო მონაწილეობა. მიკროფონი გამომივიდა. არა, მე რას ვამბობ? ის ჩავთოთ რაც მაქვს ჩემს. ეს გამოვთო. ხო. აი. I give you all the love I had in me. Now I find your light and I can't believe it's true. 2003 წელი შეიძლება ითქვას ელექტრონული მუსიკის წელი იყო საქართველოში. მხოლოდ კლუბ აჭარა მუსიკოლში 50-მდე ელექტრონულ ჟანრში მომუშავე დიჯეი და პროდიუსერი იქნა წარმოდგენილი. ასევე წარმატებულად მოღვაწეობენ ამ ჟანრში ქართველი მუსიკოსებიც. სწორედ მათ შემოქმედებას წარმოაჩენს 31 მარტს აჭარა მუსიკოლი. აქ შედგება ნიკა მაჩაიძის, ტუისა ბერიძისა და გოგი ძოძუაშვილის სეტი. ამასთან დაკავშირებით კლუბში პრეს-კონფერენცია გაიმართა. მუსიკა ძალიან იცვლება, გარემო იცვლება, მუსიკის მოსმენის გარემოც იცვლება და რატომაც არა მე ვთვლი რომ გაგვეუწყოთ თქვათ ის რაც ნიკას ალბომში შესული ის რასაც გოგი აკეთებს ნაწილობრივ თუ შეიძლება დაგვეღო ძალიან მისაღებია თქვათ იგივე ძალიან კარგად შეგვიძლია წარმოვიდგინო რომ ეს მათი ნაწარმოებები სადღაც შარდებში მოვიდეს. მე ვიცი რომ თქვათ ლევანი მოაკეთებს ახლა ძალიან საინტერესო გადაცემას მაესტროზე, სადაც ტრიალებს ბავშვების, ბიჭების და გოგონების ნაწარმოებები. ნუ რაღაცა ცდილობები იყო ადრე ჯეოპოპში, ჩვენ ძალიან ხშირად ვაჩვენებთ ამ კლიპებს. რაც ეხება რადიოს, თუ არის რადიოს წარმომადგენელი სიამოვნებით მასალას მივაწვით, იმასაც თუ ვერ იმოვით სიამოვნებით, რასაც აგვიტოვებს, ყველაფერს მივიწყდით. ძირითადი იდეა ამის გაკეთების, აი ამ ფარტის არის ის, რომ ქართველმა მსმენელმა რაღაცნაირად, აი ჩვენი აზრით დაკარგა
რწმენა ქართული ელექტრონიკის თქო მომავალში საერთოდ, იმიტომ რომ ყოველ შაბათს უსმენენ ევროპელ დიჯეებს და მე მაგათთან შეფარდებით ქართულ დიჯეებს რო უსმენენ, იმდენად დიდი თქო კონტრასტია, რომ უკვე მიდის იმაზე ლაპარაკი, რომ საერთოდ არაფერი აღარ ეშველება ქართულ ელექტრონიკას. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და ზუსტად ამის და გამო ვაკეთებთ 31-ს 4 შაბათს აი ამ გოსლაპ მარტივ პარტის. წარმოადგენელი იქნება მთელი იმ დროის მანძილზე, რასაც მუსიკას ვაკეთებთ, მეც თუსაც გოგიც, რასაც ვაკეთებდით. ვეცდებით რომ ყველაფერი ცოტა დავუკრათ, ჩვენს გვაინტერესებს რა გამოვა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.